მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ დავარეგისტრიროთ ორგანიზაციისთვის სავაჭრო წერტილი. მაგალითად, როდესაც რეალიზაციის დროს გვინდა გავმიჯნოთ ორგანიზაციის რომელ ფილიალთან ვაკეთებთ რეალიზაციას, ამისთვის რეგისტრირებული უნდა გქონდეს სავაჭრო წერტილი. პირველ რიგში, ვხსნით საცნობაროს და საცნობარო მასალაში ვირჩევთ სავაჭრო წერტილებს. ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში პლუს ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოგვიჩნდება სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც გვაქვს როგორც სავალდებულო, ასევე არასავალდებულო ველები. განვიხილოთ სავალდებულო ველები. კოდი, რომელიც შიდა აღრიცხვისთვის გამოიყენება და ყველა სავაჭრო წერტილისთვის უნდა იყოს უნიკალური, რათა მოხდეს მისი იდენტიფიკაცია. ორგანიზაცია. ვუთითებთ ორგანიზაციას, რომელსაც მიეკუთვნება ეს სავაჭრო წერტილი. შემდეგ ველებში კი ვწერთ დასახელებას და მისამართს. გადავდივართ კონტაქტების ჩანართზე, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია არსებული ველები სავაჭრო წერტილის საკონტაქტო ინფორმაციით შევავსოთ. ბოლოს ვაჭერთ შენახვის ხილაკს და სავაჭრო წერტილის რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა კი ვნახოთ ჩვენ მიერ რეგისტრირებული სავაჭრო წერტილი. ნუსხას თუ განვაახლებთ და გავფილტრავთ ჩვენს ორგანიზაციაზე, დავინახავთ, რომ არსებობს ორი სავაჭრო წერტილი. შემდგომში ამ ორგანიზაციაზე რეალიზაციის ან სხვა ოპერაციების გაკეთებისას შეგვიძლია ავირჩიოთ ამ ორი სავაჭრო წერტილიდან ერთ-ერთი. სასურველ ჩანაწერზე მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით კი შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, წაშალოთ ან პლუს ღილაკის მეშვეობით დაამატოთ ახალი. მადლობა რომ გაეცანით ვიდეოს. გისურვებთ წარმატებებს.